ყოველთვის სხვანაირად ვიწყებთ ხოლმე მამამის დროს ცოტა მხიარულად, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტრადიციას ვცვლით და სამძიმრის სიტყვებით გვინდა დავიწყოთ, მართლა გულწრფელად მთელ საქართველოს ჩვენს მაყურებელს და არა მარტო ჩვენს მაყურებელს თანაუგრძნობთ იმ დიდ ტკივილს, იმ დიდ განსაცდელს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენ ქვეყანაში მოხდა უწმინდის და უნეტარესის გარდაცვალებით. ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა ლადო რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ ვხვდები მეუფეშიო თქვა, ფარველი შევიძინეთ ზეციურ საქართველოსშიო და მისი ლოცვა-კურთხევა ისევ შეეწევა ჩვენ ქვეყანას. აუცილებლად და მადლობა მას იმ ღვაწლისთვის, რომელიც ქართული ეკლესიისთვის, ქართული საზოგადოების და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. კი ბატონო. მადლობა მართლა ყველაფრისთვის. წარვადგინოთ ახლა ჩვენი სტუმარი და თქვათ სად ვიმყოფებით. მე მგონი უკან ფონზე არ ჩავს პატრიცემულის პილო, თორე კი მივხვდებოდი სადაც ვარ. ჩვენ ვიმყოფებით ზოოპარკში, დიდი მადლობა მათ და ბატონ ზურაბ გურიელიძეს, რომ დაგვითმეს ეს კარგი ადგილი, ძალიან კარგი სტუმრის ჩასაწერად და სტუმარიც წარვადგინოთ მიშო. დარადგინე, მიდი. ჯგუფი ფრანის, ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფის სოლისტი, გაგა ჩიხლაძეა, დღევანდელი მამების დროს სტუმარი, კიდევ გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის, ვიცით რომ საკმაოდ დატვირთული დღეები გავთ. და ესეთი რაღაც მინდა ვთქვა, ლადო, მიუხედავთ იმისა, რომ ხმაურიანი შეკრებები დიდათ არ მიყვარს ხოლმე, ერთადერთი გამონაკლისია მე მგონი ფრანის, სადაც ამასიადაც ვიყავით და აი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ყველა. მადლობა. ხო, მართლა ვეთანხმები გამყრეების დასკვნას. სასწაულად მაგარი დღე იყო, უпростоრად ღამე იყო, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. გამახსენდა შეყვარებულობის პერიოდი, ახალგაზრდობის პერიოდი, თინეიჯერობის პერიოდი, იმიტომ რომ ის სიმღერები იყო, რომელიც იმ კარგ მომენტებს მახსენებდა და ეგ ბავშვობასთან უფრო ასოცირდებოდა ეგ დღეც კონკრეტულად რასაც თქვენ იხსენებთ ახლა. ნუ რაღაცა ფრანი 20 წლის შემდეგ იყო შინაარსი მისი რა და რაღაცა უფრო მე 20 წლის წინ რო გადახედავ საკუთარ თავს და ის ბავშვი რო დგახარ სცენაზე რა. მაგარი. აუ, თავადაც თითქოს ასე მახსოვს, რომ ცოტათი გაკურებული იყავით. იმდენი ემოცია და ისეთი საოცარი იყო რა. ძალიან დიდი ემოცია იყო, ძალიან დიდი ენერგია ხსნობდი ხალხისგან რა და აი ეს გეჯახება რა, ეს ალბათ არ ვიცი, არ გავს თან ერთმანეთს რა. ერთი მეორეს, ანუ სხვადასხვა ღონისძიებებზე მიღია, ანუ რაღაცა ყველა განსხვავებული იყო. ნუ ხალხიდან გამომდინარეც და ეს კონკრეტული ღონისძიება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო რა. არა, ეთყობოდა კიდეც, ამ სმენელიც გრძნობდით, რომ თქვენთვის იყო ძალიან ხალხის დამსახურებაა ეგ. ხალხის დამსახურება. თავარზე ვსაუბროთ. თავარზე ვსაუბროთ, მაგრამ მოდი მეგობრებით დავიწყოთ. შემალული მქონდა უძაფო ჩურჩხელა სუთი ფაუერით უცმენიათ. უძაფო ჩურჩხელა? და ბროწეულის და შოკოლადის ჩურჩხელა. არ გამიგია. ხო, ჩვენი მეგობარია, ჩვენი პარტნიორია სუთი ფაუერი, ასეთი ძალიან მაგარი კომპანია, რომელიც აწარმოებს ჩვენ ქართულ კარგ გემრიელ ჩურჩხელას, განსხვავებული ფორმით და განსხვავებული გემოთ. ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელაც არის, ბუნებრივია, მაგის გარეშე ჩურჩხელა, ვის გაუგია და სად გაუგია. გაჭრილია ეს. კუბიკებად არის ჩურჩხელები, პატარ-პატარა კუბიკებია და არის ტრადიციული როგორც ვთქვი, ყურძნის, არატრადიციული ბროწეულის და კიდევ უფრო არატრადიციული შოკოლადის ჩურჩხელა. მადლობა სუთი ფაუერს. გვერდზე გადავდებ და გადაცემის შემდეგ შეგიძლიათ ვირთვათ. კიდე ერთი მეგობარი კომპანია ნემო, ჩემო ლადო. ყველა სახის ტუმბო, რომელიც შეიძლება ადამიანს დაჭირდეს, რომელიც შეიძლება დაჭირდეს სამშენებლო კომპანიას, აგარაკის პატრონს ჭაბურღილებისთვის, ნებისმიერი სირთულის პროექტის დაგეგმა და განხორციელება შეუძლიათ, რაც ყველაზე მთავარია და დაეწერება აქ ჩვენთან სადღაცას ლადო მიაწერს ნემოს მისამართ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და ყველა სახის ტუმბოს მოკლედ შეიძენთ ნემოში. და ჩვენი მედია პარტნიორი ჰოლდინგი ფორტუნა, რომელიც გვერდში გვიდგას ძალიან დიდი ხანია და მადლობა მათ თანადგომისათვის. ახლა მაინც მათქვევინე დავსაუბროთ ყველაზე მთავარზე, რასაც ქვია ოჯახი, ჩვენი შვილები და მათთან ურთიერთობა. დავიწყოთ ტრადიციული კითხვით. როგორ შეცვალა გაგა ჩიხლაძის შინაგანი ფრანი მამობა, უფრო მყარად დადექით მიწაზე თუ უფრო მაღლა აფრინდით? თუ ორივე ერთად? გვიან დავეწიე რა მაგ შინაარს თვითონ რა, აი მე როდესაც პირველი შვილი როცა შეგვეძინა, ასაკი პატარა ვიყავი, 20 ამდენის ვიქნებოდი, 25-ის მაქსიმუმ რა, 24-25 წლის ვიყავი რა.
მე თვითონ მეც მამად დავიბადე მის შვილობასთან ერთად რა ანუ შემდეგ შვილზე უფრო მივხვდი მამაშვილობას აი ერთად ვიზრდებოდით რა რაღაცნაირად მე მამად და ის შვილად რა რატომღაც რაღაც მწვენოდა და უხერხულობის მომენტი მქონდა ხოლმე როცა ვამბობ რომ მეორე შვილზე უფრო ვიგზენი მეთქი მაგრამ პრაქტიკულად ყველა მამა მეორე შვილი პირველ მამას სწავლა რა ეგრე გამოვიდა პირველზე ისეთი ანალოგიური ვერ აღიქვამ თუ ვერ ხვდები თუ რაღაც ისეთი ხო აი სხვა ემოცია მეორეზე უფრო გააზრებული გაქვს თითქოს ის პასუხისმგებლობაც გრძნობაც ეგეთი ამბავი დამემართა რომ გააჩნდა ბავშვი რა შეგვეძინა ნუ მამას ვანახოთ ბავშვი რა კლინიკაში და შევედი ვნახე ნუ ახლა ეს ყველა შვილი საოცრებაა ახლა რაც ხდება ზოგადად და საჩუქარი ღმერთის ეს ბავშვი რომ ვნახე ვეფერები ესე შორიდან ეგ დროებით მოთავსებაში ყავთ იქ რაღაცა მინი ინკუბატორებებით რაღაცა რომ ბავშვი იყოს ჯანზე რა დაკვირვებები რა და ეს ხო რო ვიცი სადაც არის და რომ მოვეფერე ახლა ბავშვ შორიდან რაღაცა და გამოვედი რა რა თქმა უნდა ეგ ტრადიციულად ერთი ბოთლი შამპანური თუ რაღაცა მივირჩვით გარეთ და შევიპარე ანუ ეხლა ექიმების გარეშე შევიპარე და ვეფერები ამ ბავშვს მივადი დამადგა ისა ეგთან მედდა რა თავზე რა შვებჯერ აქ რა გინდა ამ ოთახში რაღაცა მეოთხარი შვილი გამიშთა და აგერ ბიჭი შემეძინა მეთქი და ვეფერები მე რეგო გოგო აუ ეგრეც ვიპიკე ნახოთ ერთი ბოთლი შამპანიური იყო მე ასე მახსოვს ეგო გოგოა ვისაც ეფერებს ხის ბავშვს ეფერებოდი ბიჭი აუ რა კაი ისტორია თომა არის პირველი შვილი რომელიც ახლა რამდენი წლის არის 16 წლის არის ახლა რა და აი ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ყველაზე მეტად ორი ვაჟი მყავს 14-ის არის უფროსი და ვცდილობ რომ მეგობრული ურთიერთობა გქონდეს და ცოტა ვნერვიულობ რაც უფრო ემატება ასაკი აი როგორი ურთიერთობა გაქვთ და რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს რას უნდა ველოდო მეგობრული ურთიერთობა უფრო მაქვს რომელსაც მე მამაშვილობას ვეძახი მაგას ანუ იდეაში ან რაც ჩვენ გვაკლდა ალბათ შვილებს მშობლისგან შეიძლება იმის მეტად მიცემა მინდოდეს აი ნიაზს აქვს დიასამიძეს ეგეთი თავის ტექსტში რა რომ მტერი არ მიყვარს მაგრამ მტრის შვილს უსურვებ იმას რასაც უსურვებ ჩემსას ხო აი ეგეთი რაღაცა აქვს ნათქვამი რა და რაღაცა მიჭირს ამ შვილზე ლაპარაკით იმიტომ რომ არ ვიცი ჩემი მეგობარია რა ხო ეგ ჩემი კარგი მეგობარია და რაღაცნაირად მე უფრო გული მწყდება რომ რამეს ხო არ ვაკლებ რამე ხო არ დავაკელი გაზრდაში ურთიერთობაში თუ რამე გააჩნია თავისი ნიჭები ჩემი მიცემული ნაკლებად მგონია და მგონია რომ თავისია ეს ყველაფერი ვიდრე ჩემი დამსახურებიდან ჩემი მეუღლის დამსახურებით რომ აი ჩვენ ესეთი შვილი გავზარდეთ აი ის აი ბავშვი რო ჩნდება და თავიდან ვის გავს დედას გავს მამას გავს ესე რო ებნებიან რა კენგურუში მიზის თომა და ნიაზი ხდება კიდე ნიაზი გამახსენე და ნიაზ აბა ვის გავს ვეკითხები რა და დააკვირდა და ვის უნდა გავდეს თავის თავს მიხარია რომ ჩემი შვილები თავიანთ თავებს გვანან რა ეგ ძალიან უცნაურიციან ხოლმე ორი დღის ბავშვზე ვის გავს მე რა ვიცი ყრიმალები აქ დედის ორი დღის ბავშვზე რა ალ ვის აი რო გავს რა ხო რა ვიცი მაგრამ ეს რაღაცნაირად ვიღაცას უნდა გავდეს ალბათ რა ვიცი ხო თან რაღაც კითხოც ხო უნდა დასვა რა საუბრიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ძალიან ჩართული იყავით ბავშვების აღზრდაში მაგნა დამცინიან მაგაზე სახში ეგ ამას ნახავენ რო ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან როგორც შინაარსი ურთიერთობის ვიდრე რაღაცა სხვა ყოფითი პრობლემები უნდა მოაგვაროთ რა თქმა უნდა და ზრუნვა გასაგებია მაგრამ აი მაგალითად რაღაც პერიოდი მომწევია აი პამპერსების გამოცვლა და ასე შემდეგ მაგრამ უფრო მიამაყია შვილები რომ ყავდა მაგით ვიდრე ანუ მიზრუნია მათ აღზრდაზე ანუ მაგას ვერ პატიებ ეხა ჩემ თავს ვიცი რომ ამით მე რაღაცები დავაკელი ბავშვებს მაგრამ ნუ ვაღიარებ ეხა რა ყოველ შემთხვევაში ეხა უფრო მეტი სურვილი მაქვს მათთან ურთიერთობის და უფრო ღრმა მეგობრობა მიდის ჩვენ შორის რა იავნანა გიმღერიათ როგორც ასეთი რომ იავნანა მემღეროს არა მაგრამ მიმღერია რა ანუ იავნანა ვარ და ნანა ეს არ მიმღერია მაგრამ მიღიღინია რასაც ძილისპირული ქვია და მაგისთვის ანუ თომა იყო მაგალითად სავარძელში და
აი რამპარარა მაქვს დაწერილი ეგრე. თომაზე მაქვს დაწერილი რა, რომ ანუ რამპარარა, კარგია, ერთად ვართ მე და შენ ანუ ეს ფეხით ვარ წევდი რა, იმას და ამ დროს გიტარაზე მაგას წერილი. აუ, რა მაგარი ისტორია. ხო და ანუ ჩემი იავნანა რაღაცა ეგ პონტი იყო. ბევრს ეგონა ეგ სიმღერა რაღაცა love story იყო რაღაცა, მაგრამ ნუ ეს ვალსის რიტმში არის სადაც ეგ სიმღერა და ამას რო წერდა და თომას უყურებდი რომ რა კარგია რომ ერთად ვართ მე და შენ ანუ შინაარსი ეგ ქონდა ამ ამბავს და ის რამპარარარაც მაგივრად მინდოდა რაღაც ტექსტი უნდა ყოფილიყო მაგრამ ეს რამპარარარაც რაღაცნაირად დარჩა და დავტოვე რომ ერთად ვართ მე და მე მათფობს მზე და შენ აუ რა კაია აი ისე შვილზე მამაშვილობა ეგ ჩემთვის რა ეგ ამბავ აი უნდა მეკითხა და ცრემლი მომადგა დედას გეფიცები აი იმდენად დიდი ძალა და იმდენად დიდი სიყვარული ამაშვილობა რომ სიმღერასაც დაგაწერინებს ტექსტს გადაგადგმებინებს წარმოუდგენლად ბედნიერსაც გაგხდის გაბრაზებული გაგა თუ უნახავთ თომას და ნელი კი უნახავთ გაბრაზებული ამ ბოლო დროს შემცვა რაღაცას ხმამაღლავე საუბრებოდი სხვა ადამიანს რა და შემოვედი და რომ ჩავიარე ოთახიდან გამახსენდა რომ გვერდით ნენე ისმენს ამ ყველაფერს რა და გავშერდი და მე ვუთხარი ბოდიში მეთქი და რისთვის მიხდიო ბოდიშო უსამართლობაო მეც კი მესმისო კაცო და გამიგო რა იმიტომ რომ იცოდა რომ უსამართლობასთან მქონდა რაღაც დავარა და მორალი ღირსება რომ გვაქვს რაღაცნაირად შეიძლება იმაში თუმცა არასასი ამოვნოა რომ ეს რაღაცა ნეგატიური მხარე ან ეს რაღაცა აგრესია ან რაღაც რომელიც ყველა ადამიანში ჩვენში არის მეტად მოზარდმა შეამჩნიოს ან უნდა მოვერიდოთ მგონია რა გაგა საინტერესო რამე თქვით რომ ბოდიში უთხარიო რამდენად ხშირად იყენებთ შვილთან და რამდენად საჭიროა რომ შვილს რაღაცა ხშირად გოშლება მშობლებს რომ უთხრათ რომ ბოდიში შემეშალა რამდენჯერაც სინდისი შემაწუხებს ისე რომ მოდი ახლა მე წავალ ბოდიშს მოვიხდი და ამით რამეს მოვაგვარებ ჯობია რომ მართლა სინდისმა შეგაწუხოს და ანუ ბოდიში რის გამოც შეგვიძლია ადამიანებს მოუხადოთ აი ისე ვუხდი მე ჩემ შვილებსაც ბოდიშს როგორც ჩემ მეგობართან შეიძლება შემეშალოს რაღაცა და აუ ბოდიში ხო იცი მეთქი გულით რაღაცა უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდთან ურთიერთობაში ეგ ამბავი რა ცოტა ფაქიზია ხა ძმაკაცები მეგობრები და ქალები ესე კიდე უფრო რაღაც სხვანაირად გაგვიგებენ და შეიძლება ნაკლებიც ვინერვიულო ჩემი შეცდომიდან გამომდინარე პირიქით უფრო გამიგებს და ხა შეიძლება ჩემმა შეცდომამ საბოდიშო შეცდომამ დააზიანოს მოზარდი მაგალითები ვართ ჩვენი შვილების თუ შეგიძლიათ გაგა რო თქვათ თუ არის რამე თვისება რომელიც შეიცვალა თქვენში მას შემდეგ რაც მამა გახდით. ნაკლებად ვეკუთვნი ჩემ თავს. აი ეგ მოხდა, ეგ გახდა. ეგო მეტი იყო ადრე ჩემში და მე ეს ეგო უკვე ბავშვებმა ჩამინაცვლეს. ეხლა დიდად ფინანსურად კარგად გზნობდი თავს იმ პერიოდში, როდესაც მე შვილი შემეძინა, ვერ ვიტყვი ეხლა რა, მაინც. ასე თუ ისე თან პირველი შვილისთვის ანუ არც იმაზე მიფიქრია რომ ჩვენ მზად ვართ ეხლა შვილისთვის, ან არ ვართ მზად შვილისთვის თუ რაღაცა. ერთად მოხდა, თვითონ მოხდა. მაგრამ ერთი რაღაცას მივხვდი რომ როგორც კი შვილი გაჩნდა რაღაცა შემოსავალი გაჩნდა ფინანსური ოჯახში მივხვდი მეორე შვილი გაჩნდა მოიმატა ამ შემოსავალ განა მე გავაკეთე რამე ისე რომ მეტი ფული უნდა მეშოვაწი რომ ანუ რაღაცა ეს თავიანთი მადლებით მოდიოდნენ ესენი რა აუ ასე მგონი ახლა ჩემი ოჯახის ისტორიას ხო აი ანალოგიური იყო ნენე რო დაიბადა ნელა ჩემ ქალიშვილსაც ნენე ქვია ნელა რაღაც შემოსავალი თითქოს უფრო დავსტაბილურდით მოიმატა და მისი მეზე პატარა რო დაიბადა თითქოს კიდე უფრო მოიმატა და იმედია მესამეზე კიდე თვითონ ხდება ხო თითქოს იმათია თავიანთი კაპიტალით მოდიან ანუ იმათია რა ღმერთი ახლა ჩიცარ კლავს ფშიერს ახლა პირველი შვილი რო გაჩნდა ბანკიდან სესხი ავიღო ებშობი არა მარიკას მაგრამ მე ჩემანათესო მამაჩუკა ფული სამშობიარ მაშინ არის ყოფა სამშობიარო 14 ოქტომბერს მქონდა კონცერტი და ექიმმა ჩანიშნა ჯობიარობა თომაზე 14 ოქტომბერს ჩემო მეუღლემ უთხრა რომ
დღესო ჩემ ქმარსო კონცერტი აქვს და ხვალ რომ მოვიდეო. ხო და წინა დღეს კონცერტი რო დავუკარით იქ რაღაცა შემოსავლით მეორე დღეს მეორე დღეს დაიბადა თომა. სახელები მე დავარქვი ორივე შვილს. თომა მე დავარქვი რაღაცა ურწმუნო თომას ამბავში. რაღაცნაირად მეგონა რომ შვილი არ მიჩნდებოდა თუ არ მყავდა თუ ვერ მყავდა თუ რაღაცნაირად. მამა გაბრიელის საფლავზე დავიწყეთ სიარული მე და ანუშკამ და მალევე მოხდა თომას ამბავიც რა, მალევე გაჩნდა. ნენესაც მე დავარქვი ნენე ქართულ სახელს ვეძებდი და ნენე თვითონ დედას ნიშნავს რა, შინაარსი, თვითონ დედა არის. ნენე მოუნათლეთ ნენედ. არ ვიცი რანაირი პრეცედენტი დაუშვეს, მაშინ მონასტერში ვიყავით. აი ნენე მოუნათლეთ თომას დაბადების დღეზე. რაღაც ერთი დღე აქვს, ხო, 15 სექტემბერია. მე ოქტომბერი თქვი რა? არა, სექტემბერია ამეჭრა იქ ამბავი. ეხლა რო თქოს მამა ჩემი დაბადების დღე არის. ნენეზე ეკითხა მოძღვარმა რომ რა დავარქვა თუ და მე ვთხარი ნენე ქვია თქო და ანუ არ მახსენდება წმინდანიო როგორ ანუ უცბად ანალოგიური სიტუაცია მქონდა ნენეს უნათლავდა მაგრამ ყოფილა ხო 24 დეკემბერს არის ყოველ ქართველთა წმინდანთა დღე და ნენეც არის და მოუნათლეთ ბარბარობას და მამა მოგითხრა რომ აი ცოტა ულამაზოდ გამოვა ბავშვების ფარველი წმინდანის დღეს უნათლავთ და ბარბარე რო არ დავარქვა და ნათლობის სახელი ქვია ბარბარე. თორე ისე ნენეა. ისე ნენეა. საოცარი სახელი. თომას და ნენეს და თომას და ნენეც კი ძალიან მაგარი სახელია ორივე. წეგან გაბრაზეების ამბავი რო ვიკითხე. შვილებთან თუ ყოფილა ხოლმე ბუნებრივია ფიზიკური შეხება და ის გამორიცხულია. აი შვილებთან სიტყვაზე რაღაცა გააფუჭეს, რაღაცაზე გაგაბრაზეს. როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია, თავად როგორი გამოცდილება გაქვს და ერთადერთხელ რასაც მთელი ჩემი ცხოვრება თავს ვემპატიობ მეორე კლასელს ვეჭხუბე ისე თითქოს რაღაცა მე 17 წლის ბიჭი ყოფილიყო და მეც მივხვდი რომ შოკში ვიყავი თვითონ იმიტომ რომ ეგეთი ამბავი დამემართა რომ მეორე კლასელი ბავშვი რომ უნდა მივაკითხო სკოლაში და გამოვიყვანო ჯერ თომარაშვაში იყო რომ ვეჭხუბე უნდა გამოვიყვანო სკოლაში ანუ მე დამაგვიანდა სადღაც 10 წუთი და ბავშვი აღარ არის სკოლაში რა. ბავშვი აღარ არის სკოლაში ვეძებ, შემხვდა მასწავლებელი, შემთხვევით ეს მასწავლებელი მეუბნება რომ ჩვენო ბოლო გაკვეთილიო გაგვიცდაო. 1000-ნაირ სულ რაღაცას იფიქრებს. ბოლო გაკვეთილიო გაგვიცდაო და მე ვთქვი მე არ უნდა გააგებინოთ მშობელს მეთქი და დავიდა ძებნა ამის სახში ვრეკავ, სახში ვერც მივიდო და მეორე კლასში 7 წლის ბავშვი. მაგ სკოლიდან გადმოვიყვანე მაგის მერე ეგრევე რა წავედით ქუთაისში ისევ რა მან. 2 ლარი ქონია და ტაქსი გააჩერა და წაიყვანა ტაქსმა სადღაც ვარაუდით უბანთან ახლოს იქ ვერავიდოდა სახში რა ვერ აუ თქვენს მაგარი იმას სტრესს გადაიტანდი გული გამისკდა ისე რომ მე სახლიდან დამირეკეს რომ მოვიდაო ეხა სახშიო ვიღაც მეზობელმა მოიყვანაო რა და ამ დროს ამ მასწავლებელს ვეკონტაქტები და მასწავლებელმა რაღაცნაირად და მოვეკეცი მისი გავლენის ქვეშ და ეგო როგორი კადრაო ბავშვს ეჭხუბეთო რა მაგაზე და მე ისე და სამაზე ნანერვიულები თუ რაღაცა და სახში ვრიალებდი მეთქი რა ქენი ესე რა როგორ არ დამეროდეს ვერაფერს ვერ იფიქრებ როგორ შეიძლება პიროდი ვარო თუდად ვიყავი რა იმ ხელა ემოცია დავანახე მაშინ და ისე ვეჭხუბე ისე რომ თვითონ არაფერს ვაში არ იყო ზოგადად ბრალეულობა ჩემი იყო ბრალეულობა პედაგოგების იყო მე თუ ხარ თომა ძალიან ადეკვატურად მოქცეულა ტაქსი გააჩერა ანუ ალღუაუღო სიტუაციას და წერი იმ ტაქსის თავში ჩამახედა ბავშვული როგორ გამოვარქვა და ან როგორ არ კითხა საერთოდ ან დარეკე სადღაც დარეკე მეორე კლასის პირველი სემესტრი იყო ბავშვია ძალიან ბავშვია ეს 5 წლის შეყვანა ანუ ადრე შეყვსული სკოლაში დაჟე და ანუ პირველ კლასელი იყო რეალურად რა რამდენი რამე გვაქვს გასავლელი სანამ გაიზრდებიან და მე ხო რას ლაპარაკობ სალერვიულობები მაგის მე აი მაგალითად მე ნენეკოსთვის აი ჭყვის დარიგებები რო დამიწყია ხანდახან შეიძლება ჭყვის დარიგების ფორმა თვითონ არ მოეწონა და იმაზე პირიქით ვიძაბები ახლა თომას მაგალითზე ნენესთვის ხმას ვერ ამიწევი თომას მაგალითზე კი არა ის ამბავი რაც მოხდა რა იდეაში ეხაც რომ აქვს კომუნიკაცია ბავშვებთან უფრო გარკვევა უფრო ხდება რაღაც ამბების და უფრო მსჯელობთ ამ საკითხებზე ვიდრე მე როგორც მინდა რაღაცა ეს მშობლობა არა მაქვს რა უფრო მინდოდა რომ მომესმიდა
ხო, ანუ ეგ უფრო მაქვს რომ ანუ მე თვითონაც ვერ ყვევი რაღაცეებს, იქეთ ვეკითხები რაღაცეებს, იქეთ ვსწავლობ. მე რა უნდა ვასწავლო. რაღაცებზე გული მწყდება, მინდა რომ რაც მე აუცილებელ მაგალითად მადევს მთელი ცხოვრება, რომ აი მე რაც დამაკლდა, რაც არ გავუკეთე საკუთარ თავს და რაც დამაკლდა, იგივე განათლების კუთხით, იგივე წიგნების კუთხით, აი შემეცნების კუთხით რა, რაც მე დამაკლდა, უეჭველი ვიცი რომ დააკლდებათ რა და გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა რომ ანუ მაგათაც არ დაწყდეთ მე გული რაღაცებს საკუთარ თავზე არ დაწყდეთ გული. თორე ადამიანები გვაგრძელებთ ცხოვრება ზოგი წიგნით და ზოგი წიგნის გარეშე, მაგრამ დააკლდებ და დაიჩაგრება ცხოვრებაში. ერთი ვიცი რასაც ვაძლევ რომ რაღაცა საერთო მორალით მოვდივართ ოჯახი რა. აი ეს საერთო მორალი გაგვაჩნია და ასე ღირსება გაგვაჩნია რავი რა. რაც თავარიათ საუბრის დასაწყისიდანვე აი მართლა ჰაიტმოტივად მიდევს საუბარს თქვენი და თქვენი შვილების მეგობრობა. და აი შვილებსა და მშობელს შორის რომ მეგობრობაა, მე თუ მკითხავ, აი ყველაფრის გარანტიაა, ყველაზე დიდი ფასეულობაა ურთიერთობის რა. არასოდეს ახლა გაბრაზდებიან, მაგრამ არასოდეს არ უნწოს ის ფრაზა შიში შეიქს სიყვარულსაო. შიშით რაღაცა ფორმირებული სიყვარული ჩემთვის ცოტათი უცნაურია. მე მაგალითად ეხლა რაღაცა ჩემ შვილთან პასხარა უფრო ვარ რა ნენესთან რა რაღაცა სისულელებს ვაკეთებ რომ რაღაცა სალმები უნდა გავაკეთო რომ ჩაუვლი ანუ დღეში შეიძლება მივესალმოთ ერთმანეთს რამდენჯერად ვნახავთ ანუ რამდენჯერად სახში ვართ არსად არ გავდივართ სახლიდან და გავივლი გამოვივლი ან მივალ ყალზაოლებ რაღაცა ყველა ეს შეხვედრა რაღაცა პრივეტად რაღაცები გვაქვს ანუ დადგმული ისინი ცანცარებთ რა რაღაცნაირად ერთად ვერთობით ვთამაშობთ რა ერთ რაღაცას გავაკეთებ რა ნისიმე მოდი ჩაწერას ესწრება ჩემი პატარა ქალიშვილი აქედან მოდი მამიკო და ეხლა მისალმებები და რაღაცები ყოველ სკოლაში წასვლის დროს დამშვიდობება მოდი გავაკეთოთ რა ეს არის ყოველ სკოლაში დამშვიდობება ეგ მოიწვი შექცივა შენ მაგარია ხო და ესეთი გიჟობები ჩვენც მაქვს და გონია რომ აი რო გაიზრდებიან მაგრად გაახსენდებათ მაგრად გაახსენდებათ მიყვარს ხოლმე кейფი რა მაგრად ჩემი სიმთვრალე უყვართ მაგრამ მან ასვამი ხარ ერთხელ მითხრა და კი და yes რაღაცა და რომ მითქვა რომ მოვსულარ სახში და მამა ნასვამი ხარ და არა თქვა რომ ეტყვი და თითქოს სიმთვრალეც სიმთვრალე ანუ იქ კიდე მეტად თანცარებ რა უფრო მეტ მაიმუნობას ვაკეთებ რა მივხვდი და უფრო ბავშვი ვხდები და ანუ უფრო ბავშვი რო ხდები ეს უფრო უყვართ ვიდრე რეალურად რომ აი 41 წლის ვარ და აი 41 წლის ვარ რო უთხრა თუ რაღაცა 41 წლის უფრო არ უნდივარ რაღაცა 13 წლის და 12 წლისას ვხდები მე 12-13 წლის და თომასთან 16-17 წლის ბიჭი ვხდები რა და აი მათი ასაკიდან გამომდინარე უფრო მეგობარი ხდები მე მაგათი ვიდრე ახლა შენ პედაგოგი რო ხარ თუ რაღაცა რა სულ ცოტა ხნის წინ იყო ზუსტად მარიკა გვეჩხუბობდა შუაღამისას დააძინეთ ხალხიო ნასვამი ვიყავი და ავიკელით იქაურობა მაგარია რა მარა დალადო გუშინ ამასიად გეწუწუნებოდი მოგეთ ერთი სტუმარი არ შეხვდა რომ ვაჟი ყავდეს მეთქი და როგორც იქნა და რა კითხვა მინდა დავსვა 14 წლის არის სანდრო აი ხავს რაღაც ღინღლები ფოტო რამდენიმე დღის წინ გამომიცხა და ისა გაპარსვა მინდაო რა როგორ იყო თომა რაღაცნაირად გამიხარდა თუ რაღაცნაირი გზნობა მქონდა რომ სანდრომ უკვე გაპარსვა მინდა დავიწყო რა გახსოვთ ეგ მომენტი? კი მახსოვს. მე მაგალითად ეხა ჩემი ბავშვობის ამბავში ყოველთვის მინდოდა რომ წვერს თუ იპარსა უკვე კაცი ხარ რაღაცა ეგ მეგონა, ეგ ამბავი მქონდა. ეხა მე ბავშვების, ანუ ჩვენი შვილების პერიოდს ამ თაობას რო უყურებ, ესენი ჯერ ერთი თავიანთ ასაკთან, არა, მათი ასაკი რო გაუტოლო ჩვენ ასაკებს, ჩვენზე უფროსები არიან. აი მაგალითად ჩვენ რო 15-14 წლის ბავშვები ვიყავით და დღეს რო 15-14 წლის ბავშვები არიან, ბევრად აზემოსულები არიან, ბევრად დიდები არიან რა. ჩემ თომასაც შეეხება არ მახსოვს, იცი რომ რამე ხაზი გაგვესვას მაგაზე კონკრეტულად რომ აუ იცი რომ ეგ რაღაცა. აი მაგრამ როცა ჩათვალა საჭიროდ მოკიდა ხელი და გაიპარსა რა. მამა ჩემ ეხუთებოდა არქნაო დაგეზარებაო. სტატეგრა მეთქი როგორ დამეზარება. ახლა მაქსიმუმ 2 წელი.
ხო, რამდენი ხანი არც მაგდენი 1-5-6 გაყარს ვერ მაგრად მეზარებოდა, მაგრამ ამოდიოდა უკვე. მე მევასებოდა წვერი რომ მქონდა და რაღაცა. აი ესე აქ დამეწყო თუ რაღაცა და თომაც ეგრე გაიჩიტა. გაგა, ფრანის მსმენელები თუ არიან ნენე და თომა და კონცერტებს თუ ესწრებიან? კონცერტებს ესწრებიან, რაღაცნაირად სიამოვნებს ის რომ ეამაყებათ ეგ ამბავიც რა. ეგ უხარიათ მაინც რომ მამა ხელოვანია, დედა ხელოვანია, მანუს გამსახიობი არის. სცენაზე რო დგავართ და არასტანდარტული მშობლები ვართ, ეგ ვერჯერ ვთქვამთ რა, რომ მე არ ვგავარ სხვა ბავშვების მშობლებს. ანუ ეგ უხარიათ რა და ეხა ბევრჯერ წინ დახვედრია რომ მაინც საჯაროები ვართ, მაინც რაღაცნაირად ჩვენ თავებს არ ვეკუთვნით და ამით უამაყია ბევრჯერ რომ ფრანის შვილი ვართ, რაღაცები ქონიათ ეგ ბავშვები. რამდენად სიღრმისეულად იმას ისმენენ, რასაც ფრანი ყვება, ვერ გეტყვი. თუმცა თომა მაგალითად ახლა ნენე ხატავს და ისე გამოხატავს თავის ემოციებს და თომა რაღაცა მუსიკით არის მოწამლული და რაღაცა და ბას-გიტარა და იქ ეჩიტატივები, ჰიპ-ჰოპი რაღაცებს წერს რაღაცა, მაგრამ ჩემთან არაფერ შუაში არ არის ჩემ მუსიკასთან. არც შინაარსით და არც მელოდიით მაგალითად, რაც თომას აინტერესებს და რაც თომას ხიბლავს. თუმცა იმას გძნობ რა. აი საყვედური მithქვამს ისე რა ხუმრობით გულის ტკენით რომ როგორ არიყავი ჩემ კონცერტზე. აი პირიქით, ანუ ეგეც საყვედური ძმაკაც რო ეტყვი რომ რა იყო. რანაირად არ დამიდექი გვერდით, პირიქით, გულშემატკივრობის ამბავში რა, რომ გამოგრჩება. აი თომა და ნენე რო არ არიან კონცერტზე, მაკლია მაგალითად. ანუ მაგარი სტიმული მოდის შვილი. სტიმული არის ხო რა. კონცერტზე შემომხედავენ თუ კონცერტის იგეთ მაინც ხედავენ როგორ ვიქცევი, მაგრამ კონცერტზე უფრო ბევრად კარგად მოვიქცევი რა, შვილი როცა გიყურებს. თუმცა შვილის შვილი რო გიყურებს, ეგეც მომენტი იგივეა რა, მოზარდი რო გიყურებს, წესიერად უნდა მოიქცე და საერთოდ წესიერად უნდა ცხოვრობ. რამხელას ნიშნავს, ყველა თვალი გვიყურებს. შობლისგან ასეთი დამოკიდებულება არის. 2014 წლის ინტერვიუში გავთ ნათქვამი თასმების შეყურა ვერაფრით ვერ ვისწავლებო. არ ვიცი ახაც. ხო? არ ჩემებურად ვიკრავ რა, ესე არავინ არ იკრავს ყოველ შემთხვევაში და მიტყვიო ხოლმე და ჩუმად ვიკრავ. ხო? და ბავშვებსაც ეგრე უკრავდი ხოლმე. აუ ეგ მეზიზღებოდა ყველაზე მეტად მამა შემიკარის მომენტი არ ვიცი. ხიციანს ხო არ ყიდულობდი ხოლმე მაგითო. აუ ხიციანები ხო კომფორტული. რაღაცნაირად ვიკრავ რა. მაგ თასმებზე ეგეთი რაღაც დამემართა მეც თეატრალური მაქვს დამთავრებული და ეგ რაღაც სასცენო მოძრაობა და ეწიუდებს გვაკეთებინებდნენ რა და რაღაცა ჰამლეტი ეწიუდი იყო ეგეთი ამ სასცენო მოძრაობაზე. ნუ ეტიკეტებს გვასწავლიდნენ სხვადასხვა პერიოდში როგორ იქცეოდა ანუ ადამიანები, მამაკაცები, ქალები, ესე და მოსასხამები გვეკეთა ესე რა და მოსასხამს. გაიგეთებინა და მე ისე ვკრავდი, ამას ჩამოუშვებდი ესე და გაგეშალა ეს. ჩემი ეკვეხებოდა იგივე და ვერ ვაბარებდი მაგ გამო. გასვლის გამო. ეხა ეს ამბავი ცოტა რომ დავასერიოზულოთ და კითხვა რო ასეთი დავსვათ გაგა. თუ არის რამე ისეთი, რაც ვერ ისწავლეთ თქვენ, მაგრამ გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ისწავლონ. ბევრი წიგნის წაკითხვა ვერ მოვასწარი რა და გული მწყდება რა. კაი რამეა. ძალიან გული მწყდება. ამ თაობაში გუშინაც მაგაზე მქონდა დიდი გამოსვლა, რომ წიგნი მნიშვნელოვანია, მთავარია და ხო, თავს მიხევდა ორი. ხედავ რა, რატომ აკლია და ხვდები რა, ანუ ეგრევე. არის. სწავლა რა, სწავლა რა. სწავლაზე მწყდება გული და მინდა რომ ანუ ბევრად წინ იყვნენ ვიდრე ყოფილვარ მე. პროფესიის შერჩევაში თუ რამდენად გვაქვს უფლება ჩავერიოთ. ყოველ შემთხვევაში ადრე იყო ეგ მომენტი, რომ ერეოდნენ ხოლმე მშობლები, ბებია-ბაბუები. ჩაერევით თქვენ შვილების პროფესიის არჩევაში? ვერ ჩავერევი ვერაფერში, ჯერ ერთი თვითონ უნდა აირჩიოს, ეგ იგივეა ხა რაღაცა პარტნიორი რო შეურჩიო, ხა იმას შვილს და ეს კარგია, ის ცუდია, ესე რო უთხრა. რისთვის ირჩევს ადამიანი პროფესიას? ეგ ერთი და მერე რა პროფესიას ირჩევს, ეგ მეორე, მერე რა ნიჭი იპოვა თავში, რომ იქ საუკეთესო იყოს იმაში რა. და მაგალითად ვურჩევ. ხო, რა არ გააკეთოს, ეხა ვეხვეწები თომას, რომ მუსიკას თავი დაანებეთქო რა. ხო? ხო, მეთქი გოლგოთაა რა. შენ თუ გინდა რომ რეალურად მუსიკოსი იყო და ხელოვანი ადამიანი იყო და
გულწრფელი იყო, მაშინ ეგ გოლგოთაა თქო, მეუთხარი და ნახევრად გაკეთებული საქმისთვის მენანება ეხა, ბავშვიც მენანება და დახარჯული დროც მენანება და სულით და გულით გაკეთებულ მუსიკაში კიდე ბავშვი მეწოდება თუ რაღაცა უკვე მამაშვილობა მერთვება რომ შენი შვილისთვის რო კარგი გინდა თუ რაღაც მაგ ტანჯვისთვის მენანება თქო რა მაგრამ საერთო ჯამში რაც არ უნდა აირჩიოს ბავშვმა ადამიანმა პროფესია თუ გულწრფელი იქნება და მაგ წესით იცხოვრებს და იქნება იმ სფეროში პროფესიონალი და იქნება გულწრფელი, ეგეც ტანჯვაა რაღაცნაირად რა, ესე მგონია რა. აუ, ლადო ბოდიში. ნახე, სანდროს უნდა ეხა ის მსახიობო ვარ. კატეგორიულად არ მინდა რომ მსახიობი იყოს. უბრალოდ პირდაპირ ვერ ვეუბნები და ეხა საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები რომ არ უნდა აუგზავნო, მაგრამ რო არ მინდა და რო ვიცი რომ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში მსახიობას არ აქვს ისეთი რაღაც პერსპექტივა რო ჩვენ აი პერსპექტივიდან გამომდინარე უფრო ნერვიულობთ მშობლები. ვერ ვეუბნები რომ არა რა. ეხლა რომ მოისმენს იმედია მოისმენს და იმას მოისმენს. მაგრამ გაიგებს უფრო დამოკიდებულებას უფრო მენანებიან უბრალოდ თორე პირიქით მსახიობებმა რომ მსახიობობა არ მოინდომონ, აბა ვინღა უნდა გახდეს მსახიობი. ეგეც არის ხა მე თვითონ ვიზდე უნდა ვილაპარაკო, მე თვითონ თეატრალური ვარ დამთავრებული პროფესიით მსახიობი ვარ. ანუშკას თეატრალური აქვს დამთავრებული პროფესიით მსახიობი. ეხა ბოდიში ვიხდი თუ ცუდად გამომივიდა, მაგრამ ანუ ისე ვიქვივდივარ რომ არა, ცუდად რა გამოგივიდა, რაც გაგამხარო. შემოსავლის პერსპექტივაზე ნერვიული. ხო რა, ხო, პერსპექტივაზე ნერვიული. დედაჩემა რო გაიგო რომ სადღაც ამას ან მუსიკა უნდა რა, დედა, ოდესმე ხო უნდა გვეშველოსო. მამას რა რეაქცია ქონდა? მამა ექიმია, დედა პედაგოგი არის, ფილოლოგია დედა. აი ერეოდნენ, აი მე-11 კლასში მამზადებდნენ ქიმია ბიოლოგიაში რა შვაში ვიყავით რა რომ მე სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა რამე და აი ამ ქიმია ბიოლოგიაზეც მივდიოდი აბსოლუტურად ახალტურებდი ყველა ლექციას და აი ან ლექსებს უკითხავდი ან მღეროდი ან რაღაცები და უყვარდი მასწავლებლებს ვერთობოდით ვართოდით რამე და ბოლო რა გინდა მე ვთხარ თეატრალში უნდა ჩავაბარო მაშინ მიდი ჩააბარე თუ ჩააბარებ, ჩვენ არ დაგეხმარებით ესე მითხრით. იმ წელს ვერ ჩავაბარ, ჩავიჭერ. ერთი წელი დამჭირდა რომ მივხვდარი კიდე კაი რომ ჩავიჭერი. მერე უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდე და ჩავაბარ. მარტო დამოუკიდებლად ჩავაბარე ისე რომ ანუ ვერ წარმოედგინა ოჯახს რა. რომ მაგას შევძლებდი. მაშინ თეატრალურში ჩაბარება, ჩავაბარე უფასოზე. მაგარი და ესენი ვაუში საიდან რაღაცა. ერთ ინტერვიუში გაქვთ ასეთი რამე ნათქვამი რომ თომას დაუსვამს ერთხელ ასეთი კითხვა, ვინ უფრო ადრე გაჩნდა, ღმერთი, მეფე თუ ადამიანი, ეს პატრიარქიო. ეგეთი უცნაური კითხვები თუ გახსენდება თქვენი შვილების. რაღაცები ამოწერილი მაქვს და ეგეთი უცნაურობები. ეგ საიდან გაიხსენე, ეგ მახსოვს ხო? ნენემ მითხრა ეგეთი ამბავი რომ მე და თომას გვითხრა ნენემ, თუ იცით რომ ყველაზე დიდხანს ადამიანი ასაკეთებს. ეხლა მე მაინც გამოცდილი შებერტყილი ვარ და ჯერ ვერსიებს თომას ჩამოვათვლევინებდი. ბევრი რაღაცა შეიძლება თქვა ყველაზე დიდხანს ასაკეთებს ადამიანი თუ რაღაცა. თომამ ერთი იფიქრა და თომამ თქვა სუნთქავს. სუნთქავს და ეს სუნთქავს მეთქი კარგი ვერსიაა რა, ანუ ერთ-ერთი და აბა მოყევით და ბიჭო მეთქი გითხარი ეხა რა არის? გული უცემსო. მე ვთხარი ეს სუნთქვა და გული არაო, მე ეხა შემიძლია გავაჩერო სუნთქაო და გული მაინც მიცემსო, ნახეთო და იგვადებინა თავი გულზე და გული უცემს ხო გითხარით? ჩაგჭრათ. ჩაგჭრა, მაგრამ ხალხთა შორის ჩემთვის რაღაცა სხვა შინაარსი იყო გულის თემა თვითონ ადამიანის კიდე რა. ხანდახან ბევრს რო ვფიქრობ ხოლმე ბავშვებზე მე ცრემლი მადგენ. ეგ ეგორი გადაცემა არ ყოფილა რომ ის არ ერთი ცრემლის წამოსვლა არ ქონოდა ხო? მე განსაკუთრებით ცრემლი მადგება და ბევრს ვფერები ხოლმე რო ძინავთ. აი მე ვეგადავება ხოლმე, ეხა არის ტირო. აუ ეხა არის ტირო იცოდე. პატარების მულტფილმზეც ეს ტირის მულტფილმზე მე ვტირი ხოლმე მულტფილმზე. ისინი ხორხოცობენ. ჩემი შვილების საყვარელი ფრაზა. აი ხლა არის. მულტფილმზე გამახსენდა, გუშინ ნენეს ველაპარაკებოდი და ჩემი პირადი ანიმეებს ხატავს რა და მულტფილმი მინდაო, რომ პირადი მულტფილმიო გავაკეთოთო რა. უცხო ქვეყნის მეგობრები მყავს, უცხო ქვეყნელი მეგობრები მყავს. არის ალბათ ამას მოისმენს. ხო და ჩვენი პერსონაჟები ვყავსო და ხატულიო რა და გვინდაო რომ გავაცოცხლოთო ეს პერსონაჟებიო და ჩვენ ქვიაო კავშირიო. ანიმე იქნება. ხო.
რა საინტერესო იდეაა. ესენი ზოგადად თვითონ ბავშვები ზოგადად საოცრებები არიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ნაკლებს გვისმენდნენ ხოლმე რა. ჩვენ რაღაცნაირად ბავშვები თითქოს რაღაცნაირად ეს დაკონსერვებული რაღაცა ერთ სტანდარტზე გაზრდილი. ყველა ერთნაირად უნდა გაზრდილი იყო, ყველას რაღაცა ესე ჩაცმაც თუნდაც რა. ნენე იმიტომ მიყვარს, რომ რასაც უნდა მართლა ამოატრიალებს ყველაფერს. ეხლა ჩემი მაიკები უყვარს უფრო რომ ჩაიცვას სკოლაში. იმიტომ ბავშვი უნდა იყოს დამოუკიდებელი რა ზოგადად მაინც რა. დამოუკიდებელი უნდა იყოს. ნენეები ყველა ერთნაირია. ეხლა ჩემი ნენეა ზუსტად ეგეთ რაღაც მაისურს. ვა მამა რა კარგი მაისური იყიდე, მადლობა. მამა მე ვიყიდე. არა ის იცვამს. ხო და ბიჭიმა ის მე მამა ჩემი ვეღარ გვარჩევს ხოლმე მე მოვედი თუ ჩემი შვილი მაღალია დიდია. მაგრამ ანსაც მე ყველაფერი ჩემი კურტკები რაღაცები ესეთ პლაშები თან ეგ მიყვარს რომ ჩემი გემოვნება უყვარს. ეგ მომწონს. და მაგალითად როგორ გამოვიყურები თემა რამე ეგრე მიკითხავს ნენესთვის მაგალითად. ანუ ეგ თემა მაქვს და რომ მამა შენი ხორი კარგად თუ რა კარგ ფორმაში ვარ მაგარი ხარ თუ რაღაც ეგ აია რა. რა მაგარია ეგეთი ურთიერთობა. და თომას არც ვეკითხებ, იმიტომ რომ იმას ვიცი რომ უყვარს, იმიტომ რომ იმასაც ეგაცვია ზუსტად რა, მივხვდი და იმას არც ვეკითხებ. ობიექტური არ იქნება. არ იქნება ობიექტური, იმიტომ რომ ანუ ის ხო თავისთავად, იმიტომ რომ იმას არც ვკითხავ. იმიტომ რომ მეორე დღეს აცვია ის უკვე რა და თვითონ აცვია და მე რა ვკითხო, მე როგორ მიხდება თუ რაღაცა. ძალიან მაგარია. ეხლა თქო ჩემზე მაღალიაო რა, თომაო და როგორ მახსოვს ბავშვობაში მამა ჩემი რო იტყოდა ხოლმე. ჩემზე მაღალიაო, აი რა მეთქი რომ მაღალი ვარ მერე რა და ეხლა რო სანდროს უყურებ რომ მაღალია და ეხლა გაგაცმავ ჩემზე მაღალი ამ ხელა რაღაცაც კი მნიშვნელოვანია ხოლმე მშობლისთვის. იმიტომ რომ ბავშვს ანუ მაღალიაში გულისხმობ გაიზარდას. ხო. გაიზარდა ისა კისერზე მეჯდა მართლა და ეხლა მე დავაჯდები კისერზე. გაგა ერთი ამბავი მინდა გკითხოთ ბებიაზე. ესეც ძველ ინტერვიუში იყო, რაღაცაზე თურმე ბებიას ეკამათეთ და გითხრა რომ ჩემს სატირალში აღარ მოხვიდე. წამოხვედით ნაწყენი, ალბათ ყველას მქონია ეგეთ შემთხვევა, მაგრამ ცუდი რამე მოხდა რომ იმ ღამეს ბებია გარდაიცვალა. რა იყო ეს შენთვის თქვათ ის მაგალითი რომ ადამიანი ნაწყენი გურული ბებოს ამბავი თუ აი შვილებს თუ ელაპარაკებით თქვათ მიტევებაზე, შეწყალებაზე და ეგეთ რაღაც. ძირითადად უფრო მაგაზე ვსაუბრები შვილებს და ანუ მინდა რომ ეგეთი მაგალითი უფრო მივცე, რომ ცხოვრებაში მე რაღაცნაირად გული არ დაწყდეთ რა. ესე თუ ისე ბებიები და ბაბუები მაინც ლოგიკურია და მიდიან. შვილიშვილები რჩებიან და მომავალი თაობა რჩება, მაგრამ იმას მაგალითად იმ ამბავს ვერ პატიობ ჩემ თავს რა. ძალიან გულწრფელი რაღაც მითხრა. მასთან უნდა ყოფილიყავი და არ მივედი მასთან. წავედი და სხვა ვიგულავე ეს ბავშვურად, მაგრამ ბებიასთან უნდა ყოფილიყავი რა. აი ხა მაგალითად ეგეთ რაღაცებს უფრო ბებიასთან ურთიერთობას და ბაბუასთან ურთიერთობას ჩემ შვილებს ჩემ მაგალითზე მის ბებიასთან და ბაბუასთან უფრო ულებ პარალელებს და მე რაზეც გული დამწყდა მაგალითად ჩემ ბავშვობაში იმაზე ამათ არ მინდა რომ დაწყდეთ გული პირიქით და ავის ისე მე ბებიების გაზრდილი ვარ რა მე თვითონ და კიდე სხვა მეგობრობა მქონდა კიდე უფრო მეტად მაგიტო დამწყდა გული რაღაც უცნაურად ეს მამა ჩემმა მითხრა მამობა მე მაშინ ვისწავლე შენ რო შვილი გაგიჩდაო აი ეგრე მითხრა ხო რა მამა დედის ერთად თვითონ ჯერ დედმამის შვილობა შვილებით ვისწავლიო თქვენგანო ანუ და ეს ბაბუა უფრო მამა არის ეხა ვიცრე რაღაც მით უმეტეს თომა ამხელა ბიჭია უკვე და იმასთანაც იმეგობრებს თავისუფლად მაგრამ ამათ ჰქონდათ რაღაც საოცარი ურთიერთობა რაღაცა მამა ჩემო გამოიგონა ეგეთი პერსონაჟი ვიღაც შალიკო და შალიკო იყო მძლეთამძლე რა სხვათა შორის ბაბუები ხო ამბობენ ხოლმე რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უფრო ბაბუები უფრო კარგი მამები არიან მე მგონი რა და ჩვენ თითქოს უფრო მეგობრები ვართ რა იქ მამაშვილური ეს სწავლა განათლება რაღაცა მიღება აი იქ კიდე სხვა მსჯელობა მიდის მაგათ შორის ჩვენ რასაც ვიგზავნოდნენ მე შვილიშვილებს არ უგზავნოდნენ პირიქით იქ ყველაფერი მოსულა იმათი ასაკისები ხდებიან მე ჩემი შვილები მაგალითად აკრძალვებზე არ გამიზდია რა აუ ეგ უნდა მეკითხა ზუსტად კითხვა დაუცილებლად უნდა დავსვათ
აკრძალვების ამბავზე. აკრძალვებზე არა, მაგრამ აი შეიძლება მართლა ვთქვა, მინდა რომ დამიჯეროს უფრო, რომ კარგი მინდა მისთვის და არა ეს უაზრო ახირება, არა. მორჩა, კი, არა, შინაარს უნდა ესმოდეს იმას რატო კი და რატო არა რაღაცა. ბევრჯერ მithოვია რომ დამიჯერე, გეხვეწე. ეს ჩემ ფორმა ეს უფრო არ ვერა, ასე იქნება, всё, არ წახვალ, კი წახვალ. ეგრე ავი არა რა. შეიძლება გამქცეოდეს, მიხვდი? ალბათ რაღაცნაირად, ეხლა რაღაც შეიძლება გამექცეს ეხლა რაღაც პონჩი. მაგრამ ესე რომ მოდი შვილებო თქვენ, რასაც გინდა ის გააკეთეთ კაცო და ეგრეც არა ვარ, მაგრამ მიმართულებას ვაძლევთ ეხლა რაღაცნაირად. ალბათ მშობლებს ის გამოცდილება, რაც გვაქვს ცხოვრებისეული, გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ არა და რატომ არა ეს უნდა აუხსნათ, თორე მან ერთი თემაც არის კიდე რა. რაღაც ფუნქციებს მშობლები ვინაწილებთ. რაღაცა სიმკაცრეები შეიძლება დედამის უფრო ანუ ანუშკაში იყოს აღებული თავისთავზე, მე თითქოს ხელები მაგ გადაბანილი. იმიტომ რომ ის სიმკაცრეები რაც საჭიროა ეს მიხედავს. მე მიჩვენიო ვიცენსა და რაღაცა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ. რაღაცნაირად ეგრე ოჯახში, მაგრამ მე კიდე სხვა ფუნქციები მაქვს აღებული. მე ხო ჩემი ჭკუით და ეხა რაც მოვყვები ხო რაღაცა იდეალური მეგობრობა დავხატე. ბევრად ახლო მეგობრები არიან ანუშკაში ვიდრე ჩემი. ეს მე თვითონ ხასიათიდან გამომდინარე, აი ჯერ ერთი ნაკლებად ვარ სახში. მე პირადად თვითონ მონატრებაც განაპირობებს ბავში ვარ მე თვითონ რა მივხვდი, ანუ მე მაგას ვეუბნები ამ მუსიკაზე და ხელოვნებაზე, რომ მე ჩემ თავს რაღაცნაირად აღარ ვეკუთვნი. დავდივარ ფრანივით, დავშვიტინებ რა, მაგრამ ეხა მაგალითად ეს დღეები სულ ის დღეები მაკლია ყველაზე მეტად, როდესაც სახში არ ყოფილ ვარ, ან სახში არა ვარ, რომ ამათ დავაკლდი ან რაღაცა. ეგ მე მგონი თანამედროვე მამების, მაგრამ პრინციპში ჩვენი მამებიც მაშინ სხვა საზრუნავი იყო. მაშინ ასე მგონია. აი დედას არ შეუძლია, მაგალითად რომ მე გაგა 10 დღით ვერ დავტოვებ ბავშვებს. ხო, მაგრამ ნუ გარემოებები გვაიძულებს, ახლა დარწმუნებული ვარ, გაგასაც ურჩევნია ის 10 დღე შვილებთან იყოს, მაგრამ საჭიროება ისევ შვილებიდან გამომდინარე. მოკლედ მეთახვებით იმაში, რომ არა უნდა იყოს შვილებთან ურთიერთობაში, თუმცა იმას რაღაც განმარტება არა უნდა იყოს, აბა რა. მარტო შვილებთან დამოკიდებულებაში კი არა, ზოგადად ნებისმიერი შვილებთან დამოკიდებულება შეიძლება ხა კონკრეტულად მაგრამ სხვისი შვილისთვის დამიშლია ეხა ქუჩაში საერთოდ რომ მოზარდი არის იმასთან მივსულო. რომ ასე ნუ შვილო. იმიტომ რომ არას გარეშე ცხოვრება წარმოიდგინე. მეორე წარმოიდგინე ჩვენ თუ სხვის შვილებზეც და ზოგადად თაობაზე არ ვიზრუნეთ, მე თუ მარტო ჩემს შვილს მივეცი მიმართულება, ეს მით უმეტეს დამაჩაგრება კიდე პირიქით რაღაცა საერთო მორალი უნდა არსებობდეს, ღირსება უნდა არსებობდეს. სამოქალაქო პასუხისგებლობა სხვა არაფერია. რა თქმა უნდა. აუ რადგან ამ თემას შეეხეთ, არ ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ მოვყვები ახლა წეღან რომ მოვდიოდი სამტრედიის ქუჩაზე. შუქნიშანი, ხო იცი ვადო? მესამე კლასელი ბავშვი ვიდგა მაქსიმუმ და წითელი რო აითო დაადო თავი და კი ზებრაზე გადავიდა, მაგრამ აი თა როგორი მოძრაობა იქ. გავარდა წითელზე და ვერ მივასწარი, მოშორებით ვიყავ ერთი კი დავიძახე ხმამაღლა და ის გამახსენდა, რაც მეულოდ მელაძემ გითხრა, რომ ჩვენი შვილების აღზრდა საგზაო მოძრაობის წესების მიმართულებით ბაღის სასაკიდან უნდა დავიწყოთო და მართალია და რჩევას არ ვაკადრებ ახლა მაყურებელს და მშობლებს, მაგრამ ვთხოვდი რომ შვილებს ვესაუბროთ ბაღის ასაკის შვილებს უკვე რომ საგზაო მოძრაობის წესები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად. აი იქ ხო იცი რა მოძრაობაც არის და კინაღამ გული გამიწევს. წითელზე გადავიდა. წითელზე გავარდა ხო. აბარაზე უნდა მე სხვანაირად გავიგე. ფეხის წითელია. თავისთვის წითელი. ხო, მივხვდი. ჩვენი მობლიცო ვცადოთ რა და დაიწყე. თლად ბლიცი არ გამოდის და დავარქვით მობლიცას მობლიცო. მაგას ხას როცა უსვამე ხოლმე ეგეთ რაღაცას, მაგ დროს ვიძაბები. არა. ჩვენთან დასაძავი არაფერია. პირველი არის ესეთ დავყავით. სპილოს ფონი ავირჩიეთ და საერთოდ არ გამოვიდა. ალბათ მე დაჯდება და YouTube-ზე უყურებს ამას. უფრო რაღაც მოცემულობა ასეთი. დაცვა თუ გამოცდილება, მოკლედ. გირჩევნიათ შვილი ყოველთვის დაიცვათ კივილისა და იმედგაცრუებისგან, თუ გირჩევნია მისცე უფლება, რომ მუხლები გადაიყვლიფოს და შეცდომებზე ისწავლოს. ანუ მუდმივად დავიცვათ შვილები, თუ მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი გამოცდილებით ისწავლონ. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლოს ცხოვრება
თუმცა რამდენად შევძლებთ მაგას, რამდენად შეგვიძლია, ეგ უკვე კიდე ჩვენი მე მინდა რომ იმას ვაკეთებდი, მაგრამ დაცვა გამოდის. მართალი. საერთო ჯავში, მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ უნდა წამოდგეს თვითონ. რა ვიცი რა. შემდეგი, მეგობარი თუ ავტორიტეტი. გირჩევნია იყო ავტორიტეტი და რიდის გამო ყველაფერს გიჯერებდეს შვილი და ყველაფერს გიყვებოდეს თუ გირჩევნია იყოს მეგობარი. მან უდაოდ მეგობარი. გასაგებია. ორი აზრი რო არ არსებობს მან. ავტორიტეტობა. ხო. მამა გმირი თუ მამა ადამიანი, ანუ გირჩევნია რომ შვილს ეგონო სუპერ გმირი თუ ჯობს რომ ხედავდეს რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ჩვეულებრივი სიცოცხლეები ადამიანს უნდა ხედავდეს. იმიტომ რომ ის რაღაც შეიძლება ილუზიებში წაიყვანოს. მე ერთ დღესაც შემოგხედავს რომ მართლა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და შეიძლება დაემსხრეს ეს თელი ბავშვობის რაღაცა წარმოდგენები. მამა აღმოჩნდეს ის ვინც თურმე ერთი დარტყმით ვერ გაგაფრეს ამერიკაში. ხო, იმედგაცრუება გაცილებით რთული გადასახარში. კი ბატონო. ემოციები შეკავება თუ ემოციების გამოხატვა. ანუ გირჩევნია რომ შვილმა თავისუფლად გამოხატოს ემოცია, იტიროს, იცინოს, შეიგინოს კიდეც, თუ იყოს ჩაკეტილი ემოცია არ გამოხატოს, რომ არა შვილო არ გაიცინოს, ხვანაირად არ გაიგონ. არა პირიქით მიცხოს. გამოუშვას. არის. თუმცა ეგეც შეიძლება რაღაცა რთული იყოს, იმიტომ რომ ანუ თითქოს ირგვლივ წეღარას ვამბობდი, იცი? მე რო ჩემს შვილს მიმართულებას ვაძლევ, ამ დროს სხვა კეტავს თავისას რა. მე ეს ჩემი შვილი იჭდება იმასთან თეთრი ყვავივით. მე ვეუბნები რომ შენ მამა გამოუშვი მაგ ემოცია და პარალელურად მის მეგობარს უკძალავენ იმ ემოციის გამოშვებას რა. მე იწევს რაღაცა კომპლექსებს იმ ადამიანში. და შეიძლება ჩემ თავისუფალ ადამიანს, ჩემ თავისუფალ გაზრდილ შვილს შეახოცოს ხელი. მისი მშობლის ჩაკეტილმა ემოციებმა. რომ ეს რანაირად იქცევა. და თითქოს ანუ როცა გეცინება, უნდა გაიცინო ადამიანმა. უნდა გულწრფელობას ვაწვევი ბოლომდე რა და არის ახლა რაღაცა ეთიკის ნორმები, სადაც ახლა უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს ახლა ეგ ემოცია. არ უნდა გადავიდეს ემოცია უზრდელობაში, თორე რაღაცა ნორმის ფარგლებში პირიქით მაგის მომხრევა რომ იყოს მეტი თავისუფლება სილაღე კონდეს რა. ეს რეპლიკა წეღა უნდა გამეკეთებინა ალბათ, მაგრამ არაზე რო ვსაუბრობდი შვილებს ალბათ ერთ-ერთი მთავარი ის უნდა იყოს რომ არას თქვა შვილებსაც ვასწავლოთ რა, რომ არ მინდა არა თქვას არას თქმა ისწავლონ მოკლედ რა. რა ქნა მაგალად რამე წერილი გამოგვიგზავნა? შვილისგან მამიკოს. და დამიწერა ასე. მიყვარხარ მამა, მიყვარხარ დედა, დაიკო, მიყვარხარ დაიკო და ესეთ რაღაც ზედავი უსაკურებისგან დაიკო. ეგ არის რა ცხოვრება რა. მადლობა მა. ბოლო ლადო. ხალხთან ერთად თუ მარტო საკუთარი სიმართლით. გირჩევნია დაემორჩილოს უმრავლესობის აზრს, თუ იდგეს მარტო ყველას წინააღმდეგ, თუ მიაჩნია რომ მართალია. რაღაცა არ მინდა ეგრო ურჩიო, თორე მანდაც იქეთკენ მივდივართ რა. აქაც რაღაცა არასთქმის მომენტია ალბათ. მარტოც და ხალხთან ერთადაც. არ ვიცი, აი ვერ გამოვყოთ. მე მაგალითად ხალხთან ერთად ვარ, მაგრამ მე მარტო ვარ რა. ხო, არის მომენტი რომ არ მიყვები რაღაცას და შენთვის ხარ და ის არ ეთანხმები ალბათ. ჩვეულებრივი ამბავი. ჩემთვის უფრო საინტერესოა ზოგადად ადამიანი, რომელიც რაღაცა დინებას არ მიყვება რა. მისი განსაკუთრებულობაც და მისი რაღაცა იშვიათობაც რომ რაღაცა არასტანდარტული არის რა. ზვიადს არა აქ ნათქვამი დინებას ხოლმე მკვდარი თევზები მიყვები. დინებას ხოლმე მკვდარი თევზები მიყვები. კი ბატონო. აი ეს კითხვა რატომ მინდოდა რატო დავტოვეთ და ვორჭოფობდი სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ბავშვობიდანვე რაც ნატურის ხე წავიკითხე მე მგონი. ციციკორეებზე ვბრაზდები ხოლმე ყოველთვის, რომ რასაც იტყვის ციციკორე და მე ის ყველა რო ამ ციციკორეს მიყვება იქ უნდა შეგეძლოს თქვა არა და მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ. არა თქმა უნდა იცოდნენ, კი ბატონო. როგორც ციციკორეებს არ მიაჩერდნენ. როგორც თორე განრისხებულ მამაკაცი ერთმა გაბედა და თქვა არა. და აღმოჩნდა ცამდე მართალი. მობლიცო კარგი გამოვიდა და ვიდრე ტრადიციული დასრულების კითხვას დავსვათ, აუცილებლად მინდა ვიკითხო ეს ერთ-ერთი ძალიან მაგარი სიმღერა გაქვთ, სადაც არის ასეთი ტექსტი, რა გულიანად უღერით ხანდახან. ეგ შოთიკოს დაწერილი სიმღერაა. ეგ სასწაულად მაგარი ტექსტია და მაგაზე მინდა. ეგ შოთიკომ დაწერა გიტარაზე.
გიტარას უმღერის მაგ სიმღერას. მართლა? კონკრეტული ინსტრუმენტს. ეგ იქაც ვაფშე სხვა მოიხდება. მე მგონია რომ ადამიანებზე ვართ და ეგ არის შოთა ზაქარაიას დაწერილი სიმღერა, ტექსტიც, მელოდიაც, თეატრალურში გავაკეთეთ ეგ სიმღერა ერთად მერე და გიტარა ქვია მაგ სიმღერას. გიტარა ქვია სიმღერას, კი ბატონო. როცა მოვდივარ გზნო ჩემს ნაბიჯებს შენ და გიტარას ეუბნება მაგას. მე კიდე აკაც ლავსტორზე წავედი და ზოგადად რა გულიანად ღერით ხანდახან ადამიანები. ტრანში, ანუ ეგ რაღაცნაირად შემოპარული ლირიკა, ირიბად ნათქვამი არის რა. ანუ მე არც მიკვირს რომ ლავსტორზე წახვედი. ლავსტორზე უნდა წახვიდე, კი ბატონო, მაგრამ აი იგივე პარარაროზე, იგივე მარტიმოვიდან რაღაცა ეს სიმღერები რაც მაქვს. ერთი სიმღერა დავწერე ხა ბოლოს. ეგეთი ტექსტი აქვს დილით მინდა ჰაერი ქვია რა. არა, ამის წინა სიმღერა, რასაც ვიხსენებდი ხა როგორც მიყვარდი, ისე მიყვარხარ. და იქ არის ეგეთი ტექსტი ვერსია ვიყვარე მე სხვის სიმთვარე მე მხოლოდ შენი ვარ. ეს ხა მართლა ლავსტორია ჩემთვის კონკრეტულად. და წარმოვიდგინე ადამიანი როგორ აღიქვამს სხვადასხვანაირად რაღაცას და YouTube-ზე უწერია ვიღაცა უცხოენოვანს რომ ტექსტი არ მესმისო. რას ამბობსო და იქნება ვინმე გადამითარგმნოთო და ესო მაგარი პატრიოტი ბიჭი არისო. და ჩემზე საქართველოს თვარეზე ვღერის. საქართველოს პატრიოტი არისო და ვიღაცამ დაწერა ქუთაისის თვარეზე ვღერისო. მაგრამ ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს რა პრინციპში მთავარია რომ ემოცია აღიქვას ახლა რა. ხო და რა გულიანად ვღერით ხანდახან. რა გულიანადზე ხო მე როგორც ავტორი არა ვარ კონკრეტულად მაგ სიმღერის ცოტა ნაკლები შემეძლია ვისაუბრო. რა გულიანად ვღერით ხანდახან. რა გულიანად ანუ შინაარს კითხვის რა იყო რომ აი ხანდახან რატო ვაკეთებთ კარგ რაღაცებს ადამიანები და არ ვაკეთებთ ყოველთვის. ხანდახან რატო? ხანდახან ჩანს. ალბათ რა. ყოველთვის რო ვაკეთებდეთ, მე რაღა გავაკეთოთ. ხო, ეგეც არის. ეხა მე ხანდახან სიმღერებს წერ, მაგრამ ავიცი, მთელი ცხოვრება ვფიქრობ მაგ სიმღერაზე რომ დავწერო და ანუ რეალურად სულ პროცესში ხარ. ხანდახან არ აკეთებ არაფერს ადამიანი. სულ აკეთებ, მაგრამ ხანდახან ჩანს. ეგნე მგონია უფრო. დაუკმაყოფილდი პასუხით. ხო, აი, მოდი დღეს კაი რაღაცას გავაკეთებ და 4-5 დღე დავისვენებ. ესე რომ ვთქვა. ხო. ავეგ ის არის რა. ვაჟას იმაზე არის ყო არწივი ვნახე დაჭრილიო. იქება მართლა ხარ იმ კაცმა უბრალოდ არწივი და ის ყვავყორნები და აი საქართველოს მიუძღვნა და იჭუბა მაგრაცო თვითონ რომ CMS-ო და თავის თავზე დაწერა. ხო, ეგეც არის. ხო, ეგ იყო. დაცხე ტრადიციული კითხვა და დავასრულო. მოკლედ, ჩვენი რაღაცა შემოვიღეთ ესეც ტრადიციული კითხვა გვინდა ერთი ცალი დავუსვათ ხოლმე სტუმარს. რა გინდა რომ შვილმა თქვას თქვენზე? თავიანთი მშობლების რო არ შეერცხვეთ რა. არ ჩერც. არ მწვენია რომ მამა ჩემი ხარ ეგ რო ვიდიას რა. ძალიან მაგარი. კი. ალბათ ყველა მშობელი ოცნებობს მაგაზე. ხო, არ შეერცხვეთ რომ მამამისი ვარ. უზარმაზარი მადლობა. და თუ შეიძლება ერთი ნენესთან რაღაც თუ არ დაგავიწყდებათ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო მულტფილმის გაკეთება თუ როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი და სამწუხაროდ ვერავისრულ ეგოსნება და ნენეს გადაეცეთოთ თავისი ოცნების ყველაფერი გააკეთოს და აუცილებლად უნდა შეასრულოს. მეც მაქსიმალურად შევოცნება. კი. ეგ ამბავი არის. უღრმესი მადლობა და დიდი პატივისცემა თქვენ. ხალხო, მადლობა. დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი სიმღერების. მანქანაშიც ჩაწერილი მაქვს და მთელი ოჯახი გულიანად ღერით ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ მართლა ყოველთვის ვერ იმღერებ და ვერ გააკეთებ ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ერიკით. მადლობა ნემოს, ჩვენი გვერდში დგომისთვის, მადლობა Suti Powers, მადლობა რადიო ფორტუნას და მადლობა რაც თავარია მაყურებელს, რომ გვიყურა და გამოიწერეთ. ხო და ძვირფასო მაყურებელო, თუ გექნებათ სურვილი რომ
დონაცია მოახდინოთო თუ გააკეთოთ როგორ არის ეგ ვერ შევეჩვეთ ამ ტექსტს მე და შენ მოკლედ რა. ჩვენ ახს მოკლედ განვითარება ჭირდება რომ დღეს მაგალითად ძალიან გაგვიჭირდა სივრცის პოვნა და მოვედი ზოოპარკში. თქვენ გონიათ ამ სიტუაციში გვიხარია? არა, მეც რაღაცნაირად აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს პოდკასტს. რეკომენდაციას უწევ ყველასთან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემა არის, რაზეც ვსაუბრობთ რა და შვილებზე ვსაუბრობთ რეალურად რა და თუ კი რამე გვინდა კი რა შვილებისთვის უნდა გვინდოდეს რა. ჩვენზე პატარები კი არ არიან, ჩვენზე დიდები არიან. კი, ბევრი. პატარები ჩვენ ვართ. პატარები ჩვენ ვართ. კი. და ჩვენ კი არ ვზდით ხშირ შემთხვევაში ისინი გზრდიან ჩვენ როგორც ადამიანებს. მოიცა, მაგრამ თქვა ეს ტექსტიც Facebook-ს და YouTube-ზე არის მითითებული ბატონო ის ანგარიშნაურები და თუ ეკრება სურვილი გაგვიხარდება და უფრო მეტი мотиваცია იქნება ბუნებრივი, იმიტომ რომ ყველაზე მინიმუმ კამერებს მაინც შევცვლით. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდ. აბა დროებით.